Აღმშვიდობის დიანა მივესალმებით პირველის მაყურებელს, რა თქმა უნდა, დაცინვა საკუთარი მოსახლეობის ის განცხადება, რაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა ფასებთან მიმართებით იმ პირველ პროდუქტებზე, რაც თქვა, კვერცხი, ხორცი და ასე შემდეგ. დიდი ხანია იკვეხნიან და ბაქიბუქობენ ეკონომიკური ზრდით ამ ქვეყანაში, თუმცა ფაქტია, რომ ეკონომიკური ზრდა იმ ინფლაციას და ფასების ზრდას ვერ ეწევა, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს და ეს ფასების კომისიაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სანახაობრივი ინსტრუმენტი იყო და ეს ინსტრუმენტი დღეს უკანვე უტრიალდება ოცნების ხელისუფლებას და ოცნებაში მოკალათებულ ადამიანებს ძალიან მარტივი მიზეზის გამო ქვეყანაში, რომელიც კორუფციული მართვის სისტემით მუშაობს, ბუნებრივია და კონკურენცია არ არსებობს, რეალური კონკურენცია, შეუძლებელია ფასების რეგულირება და ჩვენ ამის საპირწონედ უამრავი ინიციატივა შევიტანეთ, მათ შორის საკანონმდებლო საქართველოს პარლამენტში, რომ უმუშევრობის დაზღვევა მომხდარიყო მინიმალური ხელფასის დადგენა, რომელიც საბაზისო პროდუქციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა და ეკონომიკურ შემოსავალს გაზრდიდა მოქალაქეებისთვის, პენსია გაზრდილიყო 200 ლარით. Აი ეს არის ის მინიმალური სოციალური პაკეტი, რაც უნდა ზრუნავდეს ნორმალური ხელისუფლება, რომ იმ პირობებში, როდესაც ფასები გაქცეულია და ამის რეგულირების საშუალება დღეს არ აქვს, ხელისუფლებას სოციალური სამართლიანობა ამ მხრივ მაინც დანერგოს და ესე ვთქვათ, ამ მხრივ მაინც მიაღწევს ამ ყველაფერს, მაგრამ რეალურად ხო ეს თავიდან ბოლომდე ფარსი იყო, ყველანი ძალიან კარგად ხვდებოდით და თავისივე შექმნილი კომისიის მსხვერპლი გახდება კობახიძე დარწმუნებული ვარ ამაში. ასე ფიქრობთ? იმიტომ რომ ეს არის დადებენ დასკვნას და ამ დასკვნას გადაყვება? შეიძლება ესეც იყოს, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში, სადაც ყველა კვლევით სოციალური პრობლემები ამოდის წინა პლანზე და ზედაპირზე, სადაც ფასების პრობლემა, მედიკამენტებთან მიმართებით, საწოლთან მიმართებით, რომელიც გლობალური ნაწილია, მათ შორის ენერგოკრიზისის, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობა შექმნა, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ, რომ იმ პროდუქტებთან მიმართებითაც კი, რომელსაც გვპირდებოდა თავად ბატონი კობახიძე, რომ კვერცხის ფასი გაიაფთებოდა, იმ პროდუქციაზეც კი არ არის ის დაპირება შესრულებული რაღაც 5%-იან მინიმალურ კლებასთან მიმართებით და დღეს რაღაც ფასებს ასახელებდა წარმოუდგენელს, რომ თურმე რბილი ხორცი, საქონლისა 10 ლარი ღირს ნახევარი. შემდეგ სხვათა შორის კილოგრამი კვერცხი და მეც მქონდა აიყვანთა ვიყიდი და ასე შემდეგ. ორნაბიჩი თუ რომელიღაც მაღაზიაში რაღაც ფასების სტიკერებით ეს წარმოუდგენელია. ხა მეორე მხრივ ფასების კომისიაზე რა ხდება? ხედავთ ნინო წილოსანი ფაქტობრივად ღარიბების დახლს თავაზობს საკუთარ მოსახლეობას, რომელიც მწვავე სოციალური პრობლემების წინაშე დგას, ერთ-ერთ ისა წარმოებელს თუ დისტრიბუტორს ეუბნებოდა და ისა მარკეტების წარმომადგენელს, რომ აი ჩამოფასების პირას არსებული პროდუქციაო იქნება გაუხანგრძლივოდო ამ ჩამოფასებისო და ცალკე დახლზე დაალაგოსო და მოკლედ ღარიბი ადამიანები ამას იყიდიან. აი ეს არის ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც 1050 ლარი მინიმალური ხელფასი არ ემეტებათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, თავადრავის 15000 ლარიანი ხელფასები, რომლებიც დადიან საბამისი ბლოკი არ ყავს სათანადო კომპეტენციის, რომ არ წამოეწყოთ პროცესი, რომელიც თქვენივე თქმით ჩიხში შეიყვანდა თუ რა არის ამის მიზეზი? სიმართლე რო გითხრათ, შეიძლება ეს ხაფანგია, რომელიც დაუდგეს კობახიძეს, იმიტომ რომ კობახიძე შეიძლება კარგი კონსტიტუციონალისტია, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ეკონომიკის მუშაობის ამ ქვეყანაში, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ერთი მარტივად რო ვთქვათ, ვერც ეკონომიკასთან მეგობრობს, ვერც ციფრებთან მეგობრობს და დარწმუნებულია, რომ ეს არის ხაფანგი, რომლიდანაც თავს ვერ გამოაღწევს ირაკლი კობახიძე. ხშირად ცინიკური დამოკიდებულებაა ხოლმე ამ კვერცხის ფასთან მიმართებით, თუმცა კვერცხის ფასიც კი ეხლა ამერიკის საარჩევნო კამპანიაში ტრამპს მნიშვნელოვან კომპონენტად ჰქონდა და კვერცხის ფასი სენსიტიური საკითხია სოციალური მაჩორის. კვერცხი ყოფილა მთავარი საკვები. კი და ანუ ესეც სენსიტიური, ანუ ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც რაღაცა არასერიოზული განჯის საგანი შეიძლება იყოს. კვერცხის საკითხი და სოციალური საკითხები ამ ქვეყანაში, ანუ მწვავე საკითხები განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც ჩვენთან ელემენტარული სოციალური სამართლიანობა არ არსებობს და ხელმისაწვდომობა ფასებთან დაკავშირებით მაგალითად ალიანს ჰქონდა კონკრეტული წინადადებები საწვავთან და ზოგადად ფასებთან დაკავშირებით გადასახადების თითო პროცენტით დაკლება, აქციზის განახევრება, შემდეგ მოკლედ სხვადასხვა მიდგომა არსებობს. თქვენი მიდგომა მით რა იქნებოდა სწორი? არ ვიცი, შეიძლება კომბინირებული მიდგომა იყოს სწორი, მათ შორის კრიზისის ფონზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია საწოლთან მიმართებით შეიძლება ეს დროებით ღონისძიება გატარდეს, თუმცა რეალურად ჩვენ გვაქვს ორი პრობლემა. ერთი, მომხმარებელთა უფლებები ამ ქვეყანაში დაცული არ არის.
ხარისხიან პროდუქციასთან არ გვაქვს წვდომა და მეორე კონკურენტული გარემო არ არის. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ახლა, ქსელი ისე აწყობილი თავიდან ბოლომდე ფასს წარმოქმნის, რომ ფაქტია, რომ კონკურენტული გარემო მათ შორის არ არის პროდუქციასთან მიმართებით. მათ შორის არ არის ახალისებული ადგილობრივი წარმოება. ეხლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ, რომ გადასახადების ადმინისტრირებით, გადასახადების შემცირებით ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ფასების სტაბილიზაციას მივაღწევთ ამ ქვეყანაში არა. წარმოებული ყოველთვის დაინტერესებული იქნება, რომ მაღალ ფასში გაყიდოს ეს პროდუქცია და შესაბამისად ეს იქნება მოკლევადიანი ეფექტით, ან დარწმუნებული ვარ, რომ სანამ სტაბილური გარემო არ იქნება, კორუფციისგან თავისუფალი გარემო არ იქნება, სადაც, რა ვიცი, ნიკორას პირობითად ვიძახი, ხა დამფუძნებელს პარტიის სალაროში არ მიუწევს ფულის მიტანა, ცალკე კრიმინალებთან არ მიუწევს ფულის მიტანა და ცალკე ხელისუფლებაში მოკალათებულ კრიმინალებთან და პარტიის სალარო შევსება, თუ და მე კონკურენტულ გარემოში იქნება ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში სხვა მწარმოებელი თუ სხვა სუპერმარკეტი, აი ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ფასები იყოს სტაბილური ამ ქვეყანაში. სხვანაირად ვერ იარსებებს ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალური სახელმწიფო ინსტიტუტების გარეშე ნორმალური ფასი. რატომ კუბაში, რატომ და აფრიკაში პროდუქცია ძვირი? იმიტომ რომ გარემო არ არის იქ სამართლიანი, ხო? ბაზარი, ჯანსაღი კონკურენცია ადგენს ფასს და ჯანსაღი კონკურენცია უზრუნველყოფს იმას, რომ ფასი იყოს დაბალი და ფასის წარმოქმნა იყოს ნორმალური ამ ქვეყანაში იმისგან განსხვავებული, რაც დღეს არის. კი ბატონო, ბერდია, მინდა გკითხოთ ასევე, თქვენ ვარაუდობთ ყოველ შემთხვევაში, ეს ვარაუდი გამოთქვით, რომ შეიძლება ამ კომისიას გადაყვეს პრემიერი, ვნახოთ როგორ წავა აქ პროცესი, რა სიტყვით იმ ცვლილებებზე, რაც უკვე განხორციელდა, თქვენ გუშინ წერდით ქსელში, როდესაც მდინარაძის უფლებამოსილების შესახებ პარლამენტში შეტანილი პროექტი ნახეთ. ხო, თასხა იყო, წინა კვირასაც ვიძახდი, ზოგიერთს რაღაცა სუპერ კოორდინატორად წარმოედგინა ეს ჩვენი დილის გენერალი და საღამოს გათავისუფლებული ადამიანი, თუმცა ფაქტი იყო ის, რომ ეს იყო მდინარაძისთვის სალსახა პოლიტიკური სილის გაწვნა და იმ ჯგუფისთვის, რომელსაც ის წარმოადგენს ძალიან მარტივი წარმოადგენს კობახიძე. რა თქმა უნდა, ეხა ბუნებრივია, შეიძლება იქ კონკურენციასაც აჩენდეს დინარაძესა და კობახიძეს შორის ბიზნეევანშვილი, თუმცა რა თქმა უნდა ამ ჯგუფს მოიაზრებს თავიდან ბოლომდე ერთად განიხილებია. რა თქმა უნდა, ეხლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ეხლა ჩვენ კაცი, რომელსაც სამინისტროს სახელმწიფო მინისტრობას აძლევენ, აპარატის გარეშე, ბიუჯეტის გარეშე, რა ვიცი, რომელსაც, რა ვიცი, ოთახის ეხა უნდა მოუძებნონ ალბათ სახელმწიფო კანცელარიაში. შეიძლება ონლაინ მინისტრის აღმოჩნდეს და საერთოდ კანცელარიის გარეთ გაუწიოს სამსაკითხო კოორდინაცია. თავად დაждდა იმედის ეთერში და ილაპარაკა, რომ მე უბრალოდ კოორდინატორი კაცი ვიქნებიო, ერთ უпроცი ვიქნებიო, სწორიც არ იქნებაო და დღეს გვარწმუნებენ, რომ კოორდინაციის მნიშვნელობა თურმე განსაკუთრებულია ამ გამოწვევების პირობებში, რაშიც ქვეყანაა და ამ რეგიონის პირობებში. მაშინ, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც მაკოორდინირებელი სახელმწიფო ინსტიტუტია მსგავსი კრიზისების დროს, ან უშიშროებისთან სამართალდამცავი საკითხების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს გააუქმეს და დღეს თურმე კოორდინაციის საჭიროებაა და რაღაც ნომინალურ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ქმნიან. რა თქმა უნდა, არანაირი ზეგავლენა, ახლა ვინ იქნება სუსის უფროსი, მამუკა მდინარაძე პარლამენტში იქნება თუ მის გარეთ, ამას ნულოვანი ზეგავლენა აქვს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. იმ ჯოჯოხეთურ პირობებში, რა პირობებშიც ადამიანებს უწევთ ცხოვრება, საკუთარი შვილების გადარჩენისთვის იბრძვიან, აგერ მე რამდენი კვირა უკვე წამალს ითხოვენ იმისთვის, რომ საკუთარი შვილის სიცოცხლე გადაარჩინონ და გაუხარძლონ საკუთარ შვილებს სიცოცხლე. აი ამ პირობებში ახლა ნულოვანი ზეგავლენა აქვს. ეს გულგრილობა, რომელსაც მათ მიმართ იჩენს კანცელარია. ეს როგორ შეიძლება აიხსნას რაღაცნაირად თითქოს ხანგრძლივი ვადით პრემიერობის გარანტიის მქონე ადამიანი რაღაც ფორმით შეეცდებოდა ამ ადამიანებთან კომუნიკაციას. თავარი პრობლემა რა არის, ყველას რო გითხრათ დიანა და ანუ ეს თავარი პრობლემა არის, მე არ ვიცი, ეს წამალი ეფექტურია, არ არის ეფექტური, ბევრი ჰიპოთეზა გამოითქმის, ბევრი თეორია განსხვავებული, რომელსაც შეიძლება აქედან მხარეც გქონდეს დამაჯერებლობა. თავარი პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო ამ ადამიანებს არ ელაპარაკება ისე როგორც უნდა ელაპარაკებოდეს. იქნებ რაღაც ისეთი არგუმენტი აქვს მართლა, რომელიც მისაღები არგუმენტია. ჯანდაცვის მინისტრია პარლამენტში ვნახოთ იქ რა იქ. უნდა მოგბრძანდეს და გასცეს ამ მშობლებს და საზოგადოებაში დასმულ შეკითხვებს პასუხი, მაგრამ თავარი პრობლემა ეს კომუნიკაციის ნაკლებობაა, ხო? ანუ ერთობლივად რომ მოძებნონ გამოსავალი, ერთმა გიდასთან დასწნენ იმ მშობლებს და ელაპარაკოს, რომელიც საკუთარი შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის. ამაში რა არის პრობლემური, მაგრამ კობახიძის პოლიტიკურ თავზე ძალიან ბევრი პოლიტიკური და სოციალური პრობლემაა დაკიდებული და მე არ მგონია ეს პროცესი შემთხვევითი,
შეიძლება მას შემდეგ რაც მის პოლიტიკური თავი პოლიტიკური ეშაფოდზე გაგორდება, პოლიტიკური თავი ამ პრობლემების გადაჭრაც მოხდეს. შევიახოვნ ბიძინა ევანიშვილს ასე პრობლემების დახუნძლა. ეშაფოდზე გაგორება რასთან უნდა იყოს დაკავშირებული? ანუ ეს თქვა ნახეთ ორი საკითხი საჯარო დეკლარირების მიღმა ხომ რაღაც სხვა პროცესის შედეგი შეიძლება იყოს ეს, ვიდრე ეს იქნება საჯარო დეკლარირებული და აი საჯარო დეკლარირებულს მიღმა რა შეიძლება იყოს. ასეთ მიზეზად შეიძლება როგორც იქ გაეროს და ბავშვთა შემცველობა UNICEF-ის კვლევა რო დაედო იმის გათავისუფლებას, გადადგომას ბატონი კვირიკაშვილის. ეგ ფორმალურია, მაგრამ მთავარი საკითხია არის, რომ ივანიშვილის კარზე ადამიანები საკუთარ თავს როდესაც ამოწურავენ ივანიშვილს, ისინი უკვე არ ჭირდება. ეხლა რთულია ივანიშვილის ქცევის მოდელის გამოცნობა ყოველ ჯერზე, ანუ რის გამო, რა ვიცი, შეიძლება რაღაც დაესიზმროს ამი და დილით გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღოს. შეიძლება მდინარაძის ამის მსხვერპლია, მაგრამ თავარი არის ის, რომ კობახიძის თავს ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების თვალსაზრისით, პოლიტიკური, მათ შორის ევროკავშირთან, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭების თვალსაზრისით, ამას ემატება უკვე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები და ამ ტვირთის საკუთარ თავზე ამღები ივანიშვილი არ იქნება არასდროს. ივანიშვილი არ აიღებს იმ ძალადობას, იმ უბედურებას, რაც ტრიალებდა 2024 წლის ბოლოს, 2025 წლის დასაწყისში. ამიტომ ის ყოველთვის განწმენდა დავარქვათ ივანიშვილის განწმენდის პერიოდი. აი განწმენდის პერიოდი ახლა რატო უდგება და რატომ თქვათ ნახევარი წლით ადრე არა ან ნახევარი წლით შეიძლება მე არ ვიძახი რომ ეს კალენდარი რაღაცა უკვე არსებობს და მე დარწმუნებული ვარ რომ მისი წამზომი ჩართულია, ოღონდ არ ვიცი ხა კობახიძის კალენდარი 2 თვის გასტანს მის პრემიერობის თუ 6 თვის გასტანს, მაგრამ მისი განაჩენი რომ დაწერილია და გრძელვადიანად მან თავის პოლიტიკურ ცხოვრებაზე არ უნდა იფიქროს, როგორც წარმოედგინა ალბათ 2 წლის წინ რომ პრემიერობაზე არა, მაგრამ პოლიტიკურ ცხოვრებასთან იქნება ეს მასში, ანუ შეიძლება მან გააგრძელოს პარტიაში. შეიძლება, იმიტომ რომ ამის გამოცდილება აქვს მას ერთხელ უკვე გაგდებული პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, ძლივს გადაყენებული მათ შორის. დარჩა და რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება ესეც მოხდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ხელისუფლების ძალაუფლების ქარაბზე მყოფი ადამიანი, რომელიც პრემიერობის თანამდებობასაც იკავებს და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასაც ერთი თანამდებობიდან მოხსნა, მე ძალიან რთულია შენი პოლიტიკური ავტორიტეტის შესანარჩუნებლად პარტიაში. იგივე იყო მაგალითად ღარიბაშვილი, რომელსაც დარწმუნებული სამი კაცი არ ელაპარაკებოდა მე პარტიაში, რაც პრემიერი აღარ იყო და თითქოს პარტიის თავმჯდომარედ დანიშნეს. ამიტომ პრემიერობიდან წასვლა ყოველთვის რაღაც ეტაპზე პოლიტიკური კარიერის დასასრულს ნიშნავს ნებისმიერ, რაც არ უნდა გვარწმუნონ. ეხლა ამ ადამიანებმა ობიექტურად ეს რეალობაა. პრემიერობიდან წავიდა თქვენი მის კარზე თქვენი პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ პოლიტიკურად ქვეყნიდანაც წავიდა, მაგრამ პოლიტიკაში არა, გიორგი გახარია. პოლიტიკურად თქვენი პარტია ყოველ შემთხვევაში ცხოვრობს, თავად არ ვიცი. გიორგი გახარია ამ პერსონალისგან განსხვავებით, რომელიც ხელისმსახურია ივანიშვილის, სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი იყო და საკუთარი ნებით გადადგა და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალით მოდის და კობახიძე რო გადადგეს, დარწმუნებული ვარ, თავის უბანში 500 ხმას ვერ აიღებს, რო იყაროს კენჭი ივანიშვილის და 20 მხარდაჭერის გარეშე. ამაში ვარ როგორი აბსოლუტურად დარწმუნებულია, ვერ წარმოვიდგენ. კი ბატონო, ბერდია, შეიძლება ეს თქვენთვის არ არის ახლა ძალიან მტკივნეული საკითხი, იმიტომ რომ მაინც კონკურენტად აღიქვამთ, მაგრამ ზოგადად პოლიტიკური ცხოვრებისთვის როგორ უყურებთ ოპოზიციურ ალიანსს, იქ მიმდინარე პროცესს, შემდეგ აი ხელისუფლების კომენტარებს, რომ ეს ვთქვათ, რაღაც მორიგი ფანჩატურის მცდელობა გვაქვს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს რაღაც დაპირისპირება სოციალურ ქსელში აქტიურია და ტელეეთერებშიც გადმოდის დრო და დრო. ხო, ნუ რა ვიცი, ეს ენერგია რომ სხვა ფოკუსით იხარჯებოდეს და სხვა ფოკუსი ჰქონდეს ამ ენერგიას, უკეთესი იქნებოდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ დღეს ქვეყანაში, სადაც სოციალურად აუცილებლების კატასტროფული რაოდენობა გვაქვს, ყავს მოშიმშილე ბავშვები 100,000-ობით, ემიგრაციის პრობლემა გვაქვს, დემოგრაფიის პრობლემა გვაქვს, რა ვიცი, ფასების პრობლემა გვაქვს, აი უზარმაზარი ყოველდღიური პრობლემებით ვართ დახუნძული და ადამიანები, რომლებიც ყოველდღიური, რა ვიცი, ფიზიოლოგიურ შიმშილის მოთხოვნილების დაკმაყოფილების წინაშე დგანან, იქ ელაპარაკებით რაღაცა პოლიტიკურ გადალაგებებზე, ერთმანეთის კონკურენციაზე, წარსულზე და ასე შემდეგ. მე ჩემ პოლიტიკური დღის წესრიგი ვერ იქნება და ჩემ პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი ეს დღის წესრიგი, მაგრამ მეორე მხრივ ეხა
ეს დავიდარება რაც ხდება ამ პოლიტიკურ ალიანსში თუ რა ქვია, არ ვიცი. პირდაპირ ფორმით ასხამს ოცნების წისქვილზე წყალს ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ეხლა ეს ადამიანები თქვენ რამეს გირთულებთ ეს იოლებთ თქვენ პოლიტიკურ ამოცანებს და არც მიოლებს უბრალოდ სიმართლე რო გითხრათ ახლა საშუალო სტატისტიკური საქართველოს მოქალაქის გადმოსახედიდან ანუ ხედავს ერთი მხრივ ოცნებას რომელიც თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს მიერეკება მაგრამ მეორე მხრივ ხედავს ოპოზიციას რომელიც ერთმანეთში ვერ გარკვეულა და ესეთი ბუნდოვანება ყოველთვის ბიზნესმენშვილის ინტერესებშია ხო ის ხო არ ცდილობს ამ მტკიცოს რომ საუკეთესოა და უნიკალური ადამიანია, უნიკალური პოლიტიკოსია. შეიძლება წარმოდგენა ასეთი აქვს, მაგრამ ის ყოველთვის მარტივად რომ სხვა ჩემზე უარესი. ხო, ამ მარტივი მოდელით სუნთქავს პოლიტიკურად დღეს ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ ჩვენ, ახლა უნდა კონცენტრირდეთ პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რომლის ნაწილის თურმე ვიღაცეებისთვის არ არის სოციალური და პოლიტიკის ნაწილი, იმიტომ რომ თვლიან რომ რა დროს ეს საკითხებია, რადგან არ უსებენ და აქეთ მივყავართ თუ იქით მივყავართ. ჩვენი თავარი წერტილი უნდა იყოს მოქალაქეების სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებზე და სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე კონცენტრირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა. იმის იქით რა ხდება ალიანსში ერთმანეთთან აბუღალტერია აქვს. რა ტიპის თარიღია მათი დაანონსების კონტექსტიდან გეუბნებით, იმიტომ რომ რამდენი ხალხი მივა იქ ამას რამდენად ექნება მნიშვნელობა, ანუ თქვენს თვალსაჩინოში არ ვიცი პოლიტიკურ ჰორიზონტზე ეს რამეს ცვლის თუ არა. 26 მაისი ჩემთვის არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, გამოცხადების დღე 1918 წელს და ეხლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეხლა ესეთი ტიპის თარიღები საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის რაღაცნაირად გასაცოცხლებლად თუ რაღაცა კაპიტალიზაციისთვის შენი პოლიტიკური წონის არ უნდა გამოიყენებოდეს. მე ესე ვთვლი, თუმცა ეხლა ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოვიდეს საკუთარი აზრი დააფიქსიროს. შარშანდელ 26 მაისთანაც დაკავშირებით ასეთი მიდგომა გქონდა, რომ ეს თარიღი იყო ყველასი. ისევე როგორც 9 აპრილია ყველასი, 31 მარტია ყველასი. ეს რაღაცა განსხვავებული აზრების დაფიქსირების ერთიანობის დღე უნდა იყოს 26 მაისი და ნუ არ ვიცი თუ უნდათ ამ ადამიანებს შეიკრიბონ თავიანთი გზავნილები თავისუფალია რა თქმა უნდა და შეიკრიბონ და ვნახოთ რა თქმა უნდა არიან მოქალაქეები რომლებიც კი ბატონო ხვალსარჯველოძე იქნება პარლამენტში თქვენი გუნდი ემზადება თუ არა მთავარი თემა იქნება თუ არა მათ შორის დიუშენის პროტესტი რა თქმა უნდა ძირითად საკითხი რის გამოც ბატონ სარჯველაძეს მოუწევს მობრძანება საქართველოს პარლამენტში იქნება იმ მშობლებისთვის პასუხის გაცემა და იმ მოქალაქეებისთვის რომლებიც გვერდში უდგანან რა საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსი არის ამ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს რომლებიც საკუთარი შვილის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის იბრძვიან და რადგან ბატონ სარჯველაძეს არ იყო იმის გამბედაობა რომ ამ ადამიანებს პირდაპირ დალაპარაკებოდა ამ ადამიანების სათქმელს აუცილებლად გავაჟღერებთ ჩვენ ძალიან დიდი მადლობა